წარმოგიდგეთ ვიდეო გაკვეთილს, რომლის დროსაც შევისწავლით, როგორ ავაჩქაროთ ან შევანელოთ გარკვეული კადრები ვიდეო ლენტაზე. Გავუშვათ პროგრამა Movie Maker შესრულებაზე. ამისათვის გამოვიყენოთ წინასწარ მომზადებული პროგრამის სწრაფი გაშვების ხილაკი. დავაწყაპუნოთ მასზე ორჯერ სწრაფად, შემოვიტანოთ ვიდეო. ამისათვის დაგვჭირდება Home ბრძანების ინსტრუმენტებიდან ინსტრუმენტი Add Video. დააკვირდით, როგორც კი ვიდეო განთავსდა სამუშაო დაფაზე, გააქტიურდა ვიდეო ინსტრუმენტების ჩანართი. კადრების დასარეგულირებლად, ასაჩქარებლად თუ შესანელებლად გვჭირდება ჯგუფი Adjust და ჯგუფის ინსტრუმენტი Speed, ანუ სიჩქარე. ამ ინსტრუმენტის მნიშვნელობა და სია მოცემულია შესაბამის მონაცემთა დაფაზე. ალბათ შენიშნეთ, რომ ვიდეოს რეალური სიჩქარე 1 ფანჯარაში საწყის მონაცემათაა დაფიქსირებული. თუ მონაცემს შევცვლით, მაგალითად, შევარჩევთ ერთზე ნაკლებ მნიშვნელობას, მაშინ კადრი შენელდება. ხოლო თუ შევარჩევთ მონაცემს, რომელიც ერთზე მეტია, კადრი აჩქარდება. მოვსინჯოთ ჩვენი ვიდეოს მაგალითზე. კადრის სიჩქარის მნიშვნელობა შევარჩევთ მაგალითად 0.125 და გავუშვოთ ვიდეოს შესრულებაზე. დააკვირდით, კადრი შენელებულია. დროის ხაზზე ვიდეოს შესრულების დრო შეიცვალა და 30 წამის ნაცვლად ის გახდა 4 წუთის ტოლი. ეხლა კი შევცვალოთ მონაცემი. შევარჩიოთ სიჩქარე მაგალითად 8 ტოლი. გავუშვოთ ვიდეო. როგორც ხედავთ, კადრი აჩქარებულია და მის შესრულებას 8-ჯერ ნაკლები დრო ჭირდება, ანუ სულ 3 წამსა და 76 სეკუნდში სრულდება 30 წამიანი ვიდეო.